წესით მოსალმებით უნდა დამეწყო, მაგრამ მოდით ჯერ მივიდეთ იმ მანქანასთან, რომელიც დღეს უნდა გადავიღოთ, იმიტომ რომ მე ვერ მოგესალმებით ისე კარგად, როგორც ამას ეს მანქანა აკეთებს. მივუახლოვდით და დააკვირდით. თვალს გვიკრავს. მაგარია. Volvo-ს ზოგადად არ ჭირდება თვალის ჩაკვრა იმისთვის, რომ ადამიანებს თავი მოაწონოს, ამ ბრენდს საკმარისად დიდი ისტორია, ტრადიციები და იმიჯი აქვს იმისთვის, რომ ადამიანებს უყვარდეს და უყვართ კიდეც. მაგრამ მაინც კარგია, სკანდინავიელები კრეატიულები გახდნენ და აი ამ თორის დიზაინს თვალის ჩაკვრაც დაემატა. მოკლედ, ეს გახლავთ Volvo-ს ახალთახალი დიდი SUV სახელწოდებით iX90. შვედები გვეუბნებიან, რომ ეს არის ყველა დროის ყველაზე უსაფრთხო Volvo. ზოგადად Volvo-ს და უსაფრთხოების ამბები და ისტორიები და ტრადიციები ყველა მიცით და ამ სიღრმეებში შესვლას არ ვაპირებ. მაგრამ რახან გვეუბნებიან, მაშინ პირდაპირ გამოდის, რომ ეს არის ყველაზე უსაფრთხო ავტომობილი. ერთი რამე ზუსტად ვიცი, ეს არის ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე უხმაურო Volvo, რადგან არის ელექტრომობილი. დღეს სწორედ აი ამ ძალიან საინტერესო მანქანის გატესტვას ვაპირებთ და მოგიყვებით ძალიან ბევრ რამეს, ამ მანქანას ძალიან ბევრი რამ აქვს სათქმელი. წავედით. კარგი, მოდით ახლა ახლოს და კარგად გავიცნოთ ეს მანქანა. Volvo iX90, რომელიც არის Volvo-ს ყველაზე დიდი 5 მეტრიანი საოჯახო SUV, ელექტრომობილი და რომელიც უკვე ხელმისაწვდომია Volvo Cars საქართველოს შოურუმში. პირველი რაც მინდა გითხრათ არის ის, რომ ეს არის პირველი Volvo, რომელიც დადგა SPA2 პლატფორმაზე. ეს არის ფაქტობრივად Volvo-ს ახალი ფლაგმანი. მოდით სანამ დეტალურად განვიხილავთ მის დიზაინს და მერე გადავინაცვლებთ სალონში და მერე ვივლით და ასე შემდეგ, ჯერ უცებ მოვიშოროთ მთავარი საშინაო დავალება და გავიაროთ მისი ტექნიკური მონაცემები, იმიტომ რომ ეს არის ელექტრომობილი და განსაკუთრებით საინტერესოა, რას გვთავაზობთ, რა შეუძლია, რამდენს გადის და ასე შემდეგ. პირველი რაც უნდა ვთქვათ არის ის, რომ აქვს 111 კილოვატ-საათიანი ელემენტი. ეს საკმაოდ დიდი ელემენტია, მანქანას დიდია, წონას ბევრი აქვს, თითქმის 3 ტონას იწონის, მაგრამ მაინც 111 კილოვატ-საათიანი ელემენტი. აქედან რეალურად იყენებს 107 კილოვატ-საათს. ესეც ჩვეულებრივი ამბავია და ყველა მიცით, რომ მაქსიმუმი არის ხოლმე მოცულობა და მერე გამოყენება ხდება ნაკლებად. აქვს 800 ვოლტიანი ელექტროსისტემა, 517 ცხენის ზალა, ეს არის მისი სისტემური სიმძლავრე და მაბრუნი მომენტი 910 ნიუტონ-მეტრი. რაც შეეხება იმას, თუ რამდენს გადის ერთი დამუხტვით. სანამ კონკრეტულ ციფრს დაგისახელებდეთ, აუცილებლად უნდა ვთქვათ ის, რომ ზოგადად ყველას თუ არა ბევრს ყავს უკვე ელექტრომობილი და ბევრმა იცის მისი რესურსის შესაბამისი ამბები, მაგალითად, რა უწერია, რამდენს გადის ზამთარში, ზაფხულში, პლუს-მინუს 50-100 კილომეტრი. ამიტომ ეს მარტივი მათემატიკა გახდა ყველასთვის და სიახლეს აღარ წარმოადგენს და ახლა ვთქვათ, რამდენი არის აი ამ მანქანის მონაცემი. ერთი დამუხტვით უწერია, რომ შეუძლია გაიაროს 720 კილომეტრამდე მანძილი. ეს არის მისი მაქსიმუმი. რაც შეეხება რეალობას. ზამთარში ეს 720, რა თქმა უნდა, არის არარეალური, მათ შორის ქალაქშიც, სიცივეში, დაახლოებით 600, 550 მინიმუმ შეუძლია. აი, როდესაც მაისი დადგება და სითბო იქნება 10 გრადუსზე მეტი, არ ვიცით 15 გრადუსი, აი მაშინ უკვე რეალური ხდება 650-იც და აი 700-იც გააჩნია უკვე, თუ დაზოგავთ, თუ ივლით one pedal driving-ით, რეკუპერაციით და ასე შემდეგ, მოკლედ, კარგ ამინჩი საუკეთესო პირობებში ავა 700 კილომეტრამდე. ხო, ზუსტი წონა ძალიან მნიშვნელოვანია. 2790 კილოგრამი არის Volvo X90-ის წონა, თითქმის 3 ტონაა და ამ სიმძიმე მანქანა ზომითაც საკმაოდ დიდი, 100 კმ/სთ ადგილიდან ავითარებს 4.9 წამში. ელექტრომობილისგან ასეთ შედეგი რა თქმა უნდა არ გვიკვირს. ახლა მოდი დავათვალიეროთ დიზაინი, მერე გადავინაცვლოთ სალონში, მერე უკვე დავიძრათ, ვიაროთ და მოგიყვებით როგორ დადის. ჯერ დავაკვირდეთ წინიდან.
ზოგადად ვისაც Volvo-ს დიზაინი მოსწონს და მე არ მგონია ბევრი იყოს ისეთი ვისაც Volvo-ს დიზაინი არ მოსწონს, რადგან ძალიან სადა და ესეთი შვედურ სკანდინავიური დიზაინით გამოირჩეოდა ყოველთვის ამ ბრენდის მანქანები. მას, მოკლედ, ვისაც Volvo-ს დიზაინი მოსწონს, აუცილებლად მოეწონება iX90-იც ვიზუალურად. რომ შეხედავთ, მაშინვე მიხვდებით, რომ ეს არის Volvo. აბსოლუტურად თანამედროვე ელექტრომობილი, მაგრამ Volvo. თავისი უცვლელი ფარებში აი ამ თორის უროს დიზაინით, თვალის ჩაკვრა უკვე გაჩვენეთ და ზოგადი სკანდინავიური Volvo-სთვის დამახასიათებელი ეფექტური, მაგრამ სადა ექსტერიერით. აი აქ თქვენ ხედავთ ეგრეთ წოდებულ ლიდარ სენსორს მანქანის შუბლზე, თუ შეიძლება რომ ესე ვთქვათ. აი ეს სენსორი, რომელიც ცოტა უჩვეულოდ გამოიყურება ერთი შეხედვით, 250 მეტრზე ხედავს ყველაფერს და აკონტროლებს ნებისმიერ რამეს, რაც მოძრაობს. აი სადღაც აი იქით ხედავს და აკონტროლებს და ან შესაბამისად იქცევა, ან გვაფრთხილებს, ან ადაპტირდება და ასე შემდეგ. უსაფრთხოება და Volvo ესეც ერთ-ერთი დეტალია. გვერდზე თუ შევხედავთ პროფილში, პირველი ხო 21 დუიმიან დისკებზია ეს მანქანა ელექტრომობილისთვის განკუთვნილ სპეციალურ ისე დისკებზე, რომ მაქსიმალურად ნაკლები ენერგია მოიხმაროს, მიშლენის მშვენიერი საბურავების უყენია, შესაძლებელია ასევე 22-იანი საბურავების დაყენებაც და სარკე, რაც მაშინვე იქცევს ყურადღებას, ჩარჩოს გარეშე. აქაც კამერა, იქაც კამერა, ისევ და ესე Volvo-ს უსაფრთხოება, ყველაფერი კონტროლდება, ყველაფერი უნდა იყოს უსაფრთხო. ხო, ესეც კარის სახელურები შეწეული, გამოსაწევი, აი ესე გაიღო თავისით და ზოგადადაც თუ შევხედავთ გვერდიდან და დავაკვირდებით მის ამ სილუეტს, მანქანა დიდია, 5 მეტრიანია, მაგრამ არ ჩანს ისეთი დიდი, როგორიც ნამდვილაშია, განსაკუთრებით მოძრაობაში. ქალაქში აი რომ დააკვირდებით ან ტრასაზე, ბევრ მანქანაში ისეთი დიდი არ ჩანს, როგორიც არის ნამდვილად. ეს არის დიზაინის ძალიან კარგი დამსახურება, იმიტომ რომ რეალურად უფრო კომპაქტური ჩანს, არა და მანქანა დიდია. მართლა ძალიან დიდია, შვედური გემია ფაქტიურად. კარგი, ახლა შევხედოთ უკვე უკანა ნაწილს. აქაც როგორც კი ამ მანქანას შეხედავთ, მაშინვე მიხვდებით, რომ ეს არის Volvo, თუნდაც ვერ დაინახოთ აი ეს საკმაოდ დიდი წარწერა, იმიტომ რომ ფარების დიზაინით Volvo-ს ყოველთვის ცნობთ. რაც არ უნდა გავიდეს წლები ან აწლეულები, რაც არ უნდა შეიცვალოს უკანა ფარების დიზაინი და მათი გრაფიკა და განახლდეს და გათანამედროვდეს, ეს არის აუცილებლად Volvo და ამას ყოველთვის მიხვდებით და მე პირადად ძალიან მომწონს ეს ახალი დიზაინი, რაც შეიკრა აი ეს ფარების დიზაინი, რასაც უყურებთ. სხვა მხრივაც უკანაც გრძელდება ეს Volvo სადა სკანდინავიური დიზაინი, ჩრდილოური დიზაინი. მე ძალიან მომწონს ასევე აი ეს სახურავის კანტის სპოილერი, რომელიც ძალიან კარგად ზის მთელ ამ ოპტიკაში და ბარემ ავხადოთ მოდი საბარგული. სენსორზეა. ფეხის ერთი მოძრაობით შეგვიძლია ავხადოთ. საბარგული, აქ თქვენ ხედავთ უკვე დიდ საბარგულს, ეს არის 700 ლიტრიანი საბარგული, იმიტომ რომ მესამე რიგის სავარძლები არის ჩაკეცილი. თუ მესამე რიგის სავარძლებს ამოვწევთ, მაშინ 300 ლიტრი გვაქვს. და მაქსიმუმი თუ მესამე რიგსაც ჩავკეცავთ და მეორე რიგსაც ჩავკეცავთ, გამოდის უკვე 2100 ლიტრი. ესეც ხას უსვამს, რომ ეს არის საოჯახო პრაქტიკული SUV. გარდა იმისა, რომ არის კომფორტული და საკმაოდ მდიდრული. მოდი ახლა უკვე სალონში ვნახოთ, რამდენად მდიდრულია. მოდი ვნახოთ, როგორ ზივართ მესამე რიგის სავარძელზე. მეორე რიგის ეს ორი შუა და მარჯვენა დავაწვენეთ, რომ კარგად გამოჩნდეს და რა პროცედურაა მაგისთვის. აი ესე იწევა მეორე რიგის სავარძელი, დაწვენილია ამ შემთხვევაში მესამე რიგის სავარძლები და უნდა ამოვწიოთ. ღილაკებით ხდება ეს ამბავი. ეს მარცხენა, ესეც მარჯვენა. დაწვენაც ღილაკით ხდება. აბა წავედი. როგორც წესი, დიდი მოლოდინები არ მაქვს ხოლმე. ესეც დავაბრუნოთ თავის პოზიციაში. აჰა. დიდი მოლოდინები არ მაქვს ხოლმე, მაგრამ აქ ცოტა უკეთ ვზივარ, ვიდრე სხვა ბევრ დიდ SUV-ში. 14 წლის ბავშვი ძალიან კარგად იგრძნობს თავს. მე თავს ვადებ ზემოთ ჭერს. ხო, პანორამა მიტოვებს, კაი პანორამა სხვა შორის. იმის შეგრძნებას, რომ ლად ვიწროთ არ ვზივარ, მაგრამ ეს ხოლმე შეგრძნებაა. აი, ჰაერის საჰაერო აქ არის, ეს კარგია. ჭიქის ჩასადებიც აქვს, განათებაც აქვს. მესამე რიგში მოსათავსებელ მგზავრს, ორი კაცი აქ მოთავსდება, ოღონდ
დიდი ადამიანები არა, უფრო ბავშვები, თინეიჯერები გააჩნია რამ სიმაღლეები არიან. მე ყოველ შემთხვევაში ვიწროთ ზივარ, მოკლე გზაზე ავიტანდი, მაგრამ გრძელ გზაზე ნაკლებად კომფორტული იქნებოდა. თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ, ბევრ მანქანაში ამდენი სივრცეც არ არის ხოლმე. მოდი ვნახოთ როგორ ზივართ უკან, მეორე რიგის სავარძელზე. მინდა გითხრათ, რომ ძალიან ბევრ დიდ SUV-ზე უკეთესად და პირველ რიგში იმის გამო, რომ სავარძლის პოზიცია არის ძალიან კომფორტული. Volvo სავარძლები არასდროს ეშლებოდა და ამ შემთხვევაშიც ეგრეა. ზოგადად დიდ SUV-ებში, როცა უკან ჩდები, ყოველთვის ხარ ხოლმე რაღაცნაირად მაღლა. აქ არ ვიტყვი, რომ მაინც და მაინც რაღაცა ლუქს კლასის სედანის მსგავსი ჯდომაა უკან, მაგრამ SUV-ის კვალობაზე საკმაოდ დაბლა ხარ და ძალიან კომფორტულად. სივრცე საკმაოდ დიდია, განსაკუთრებით ზემოთ ქმნისა ამ პანორამა ისეთ შეგრძნებას, რომ დიდი სივრცეა მანქანაში, ჯერ ერთი ლამაზია, კარგი ხედი გაქვს, გაჩვენებთ მე პანორამას რა თქმა უნდა უფრო დეტალურად და ზოგადადაც ძალიან კარგად იხარ უკანა სავარძელზე. ნუ ეს ცალკეა კიდე რომ სავარძლები Volvo-სი ამ თემაზე მე კიდე კარგად გეტყვით, რატომ და როგორ, მაგრამ თავარი არის ის, რომ უკან ჯდომა არის ძალიან კომფორტული. დავაკვირდეთ რა ხდება კიდევ ახლა აქ. გვაქვს კლიმატ კონტროლის მართვა, თავისი საჰაეროებით, ესეთი დისპლეი, აქაც გვაქვს ესეთი საჰაერო, ნუ ჩამოსაკიდებელი და სანათი ეს უკვე ძალიან სტანდარტული თემებია და შორს არ წავალ. სავარძლები მოძრაობს წინ და უკან, ეს თუ დაბალი ხარ და უკან გინდა რომ მესამე რიგს მის სივრცე გაწევ, წინ თუ არ და გაწევ ბოლომდე აი ასე მოძრაობს ესეც და რა თქმა უნდა საზურგეებიც ახლა ჩემ საზურგეს აღარ შევეხები, აი აქ გაჩვენებთ. ძალიან ბევრი პოზიცია აქვს და ესეთი საფეხურები კი არ არის, აი ნებისმიერ მოკლე დისტანციაზე შეგიძლია დაარეგულირო. ხელის ჩამოსადები არის აქ, ესეთი ჭიქების ჩასადები, არაფერი განსაკუთრებული და სიახლე, თუმცა მე ვიცი რომ არის ერთი კიდე უფრო ტოპ კომპლექტაცია, რომელსაც აქვს ინტეგრირებული ბავშვის სავარძელი. აი, ინტეგრირებული ბავშვის სავარძელი ასევე ტოპ კომპლექტაციაში Volvo EX90-ის, რაც ძალიან ახალი და ესეთი გადაწყვეტილებაა, ცალკე ბავშვის სავარძელი რო არ გჭირდება და ინტეგრირებული რომ არის, ეგ ძალიან მნიშვნელოვანია. ესეც ასე. მოვთავსდი სალონში და ახლა იწყება ყველაზე საინტერესო. პირველი შეგრძნება არის ძალიან ხარისხიანი სალონი. მართლაც რომ პრემიუმი და ოღონდ შემცირებული მინიმალისტურად. ანუ არ არის გადატვირთული, საერთოდ არ არის ღილაკები, თითქმის არის მხოლოდ საჭეზე და აი ეს ძალიან კარგი ღილაკი, რომელიც აუცილებლად აღსანიშნავია პირველი რას თვალში მომხვდა. მარტივად რომ შეგიძლია ხმა უწიო და დაუწიო აქედან და მუსიკა და აუდიო სისტემა არეგულირო. სხვა მხრივ ღილაკები და ზოგადად მინიმალისტური ინტერიერია, მაგრამ ძალიან ხარისხიანი. ძალიან ხარისხიანი. აი ეს ნებისმიერი მასალა და სხვათა შორის Volvo გვეუბნება, რომ გამოყენებული მასალების აბსოლუტური უმეტესობა არის გადამუშავებული, მასალებისგან მიღებული, რესიკლირებული თუ შეიძლება რომ ესე ვთქვათ. ეს არის ეკო მეგობრული გარემო. მართლაც აი სადაც არ უნდა გაიხედო, სადაც არ უნდა შეეხო, ყველგან გზნობ აი ამ მიდგომას, რაც ახასიათებს ზოგადად Volvo-ს. სავარძელი, რა თქმა უნდა, Volvo-ს დამახასიათებელი ასევე ძალიან ჯანმრთელი და აი პირდაპირ გეტყვით ზოგიერთ მანქანაში მეტი დრო მჭირდება იმისთვის რომ მოვირგო სავარძელი ჩემ გემოზე, ზოგიერთ მანქანაში ნაკლები დრო მჭირდება, აი ამაში დამჭირდა წამები. ფაქტობრივად მაშინვე ერგები სავარძელს და მაშინვე ირგებს სავარძელს და საჭესაც. ყველაფერს აკონტროლებ აი ამ ეკრანიდან. რა თქმა უნდა, ეს უკვე ახალი არ არის, მაგალითად აი ამ ეკრანიდან აკონტროლებ იმასაც, რომ საჭი არეგულირო. აქ არანაირი ზედმეტი ბერკეტი არ არის, არის მხოლოდ რეგულირება ეკრანიდან. აქ გვაქვს ესე იგი quick კონტროლები, რასაც მარტივად სწრაფად შედიხარ და ყველაზე სწრაფად ხელმისაწვდომი ფარების ანთება და ჩაქრობა, გადაყვანა სხვადასხვა რეჟიმზე, საბარგულის გახსნა, one pedal driving-ი, რასაც ასევე მე ცალკე ვისაუბრებ, ეს ცალკე სასაუბრო თემაა. მე არის უკვე ჩვეულებრივი სეტინგები, დიდი პარამეტრების დიდი განყოფილება, სადაც მართვის რეჟიმზე გადავდივართ და აქვე გვაქვს უკვე ყველა ის ფუნქცია, რასაც მოელოდებით ელექტრომობილში და თანამედროვე ავტომობილში, მოხევის ასისტენტი, ზოლიდან გადასვლის ასისტენტი, მოსახვეში შესვლის სისწრაფის ასისტენტი, აი ამდენი ასისტენტები და ასისტენტები ყველაფერში გვეხმარება ეს მანქანა, მოკლედ ყველაფერს გვიკონტროლებს. როგორც კი მოვარიდებთ საჭეს თვალს და რაღაცა სხვაგან გაიხედავთ, მაშინვე განიშნებთ, რომ ყურადღებით უნდა იყო იგივე ავტოპილოტის დროსაც, თუმცა ამაზე მერეც ვიტყვი. ყოველთვის მაქსიმალურად უსაფრთხოებაზეა გათვლილი აქაურობა. მნიშვნელოვანია ის, რომ ამ მანქანაში მუშაობს ძალიან კარგად ნავიგაცია. რომც არ გქონდეთ ინტერნეტი, ნავიგაცია საქართველოში მუშაობს. ასევე მუშაობს აი ეს ღილაკი, SOS ღილაკი საქართველოშიც, რაც ბევრ
მანქანაში არ არის ხოლმე. ხო, რაც შეეხება კრიტიკას. აი აქ აქვს რა თქმა უნდა ფანჯრის გასაღების ღილაკი, რომლითაც ფანჯარას ვაღებთ და ხურავთ. ყველაფერი კარგად არის, მაგრამ თუ თქვენ გინდათ რომ უკანა ფანჯარა გააღოთ, ღილაკს ვერ პოულობთ, არის 2 ღილაკი სულ, არ არის 4, მაგრამ აქვე დამატებითი ღილაკი, აი ამას თუ დააჭერთ, მე გადაირთვება უკანა ფანჯრების გაღებაზე და მე უკვე აი ამ წინა ღილაკით გააღებთ უკანა ფანჯარას. ხო, ეხლა ვიღაცა იტყვის რომ კარგი ხა ეგ რა საკრიტიკო ამბავია, ხო დააჭირე ერთ ღილაკს და მე უკვე ის, მაგრამ მაინც არ მინდა ამ დამატებითი ღილაკის დაჭერა შეიძლება და მინდა რომ 4 ღილაკი კონდეს, თუმცა იმდენად შეამცირეს ღილაკები და იმდენად იყვნენ ორიენტირებული იმაზე რომ რაც შეიძლება ცოტა 4-5 ღილაკი ქონოდა სულ მანქანაში რომ აი ესე დააყენეს. მანქანის კარის გასაღები არის ოდნავ უცნაური, ოღონდ ძალიან პრაქტიკული და კომფორტული, უბრალოდ ცოტათი უჩვეულო, მეტი არაფერი. აი სანიფთე უჯრა. პირდაპირ ესე ვერ იღება. იღება ესეც მხოლოდ და მხოლოდ ეკრანიდან. აი აქ ეკრანზე თუ მართალი ახლოსვია დააჭერდა აქ გააღებ, მაგრამ მაინც ხო შესავალში ძალიან ბევრი ვისაუბრე უსაფრთხოებაზე და იმაზე რომ როგორც Volvo გვეუბნება ეს არის ყველა დროის ყველაზე უსაფრთხო Volvo და შესაბამისად ალბათ ყველა დროის ყველაზე უსაფრთხო მანქანა ზოგადად და აი მაგალითად სალონშიც ხო უამრავი სენსორი, უამრავი კონტროლი ყოველთვის კონტროლდება მძღოლი, მისი ყურადღებიანობა რამდენად მობილიზებულია, საჭეს ხო არ მოაშორა ხელები და ასე შემდეგ. ოღონდ არ იფიქროთ რომ რაღაცა ზედმეტობაში გადადის. არავით არის ზედმეტი სიგნალები, როგორც ბევრი მანქანა გამოსცემს ხოლმე და ტვინს გვიბურღავს, რაღაცები, ეგეთი რაღაც. არა, ზედმეტობაში არ გადადის, მაგრამ ყოველთვის იცის როდის გაგზნობინოს რომ შენ ან ყურადღება მოადუნე, ან ცოტა ცუდად ატარებ, ან ასე შემდეგ, ან ასე შემდეგ. და ისეთი რაღაცებიც კი უდევს, რაც ცოტა უცნაური და უჩვეულო და ვერ წარმოგიდგენია საერთოდ რომ ეს მანქანაში იყოს. მაგალითად, არ ვიცი ეს ვის შეიძლება დაემართოს, მაგრამ მანქანა ხვდება თუ თქვენ უკანა სავარძელზე დაგრჩათ ბავშვი, მაგალითად. ან შინაური ცხოველი დაგრჩათ მანქანაში და გადახვიდეთ დაკეტეთ. ხა ეს ვის უნდა დაემართოს ცოტა რთული წარმოსადგენია, მაგრამ როგორც დავგუგლე და ნახე, ხდება ხოლმე ესეთ შემთხვევები, სხვა არც თუ იშვიათად, ჩვენ არ ვიცი ხა საქართველოში შობელს ბავშვი მანქანაში დარჩეს, ნუ არ ვიცი, ძალიან რთულად წარმოსადგენია, მაგრამ ხდება ესეთი რაღაცეები და აი მილიონში ერთ შემთხვევასაც კი მანქანა მიხვდება და მაშინვე აპლიკაციაში განიშნებთ, ან ასე შემდეგ, მოკლედ, Volvo აი ესეთი სისტემების კასკადს და ესეთ დეტალებსაც კი უწოდებს უსაფრთხოების უჩინარ ფარს, უჩინარ დამცველ ფარს, ესე მარკეტინგულად ესე არის გადაწყვეტილი ამ სისტემების ერთობლიობის სახელწოდება და ამით Volvo-ს იმის თქმა უნდა რომ ისეთი რაღაცისგანაც კი გიცავს, რისი წარმოდგენაც ავტომობილში დაცვის კუთხით ძალიან ძნელია. აპლიკაცია ვახსენე და მოდი ხა ვისაუბროთ აპლიკაციაზეც. Volvo-ს აქვს ოფიციალური აპლიკაცია, რომელიც საქართველოშიც მუშაობს და მუშაობს ძალიან კარგად. მე არ ვიცი სხვა შემთხვევები, როცა აპლიკაცია მართლაც ასე კარგად მუშაობს საქართველოში ავტომობილის ბრენდის. არეგისტრირებ მანქანას ამატებ ამ აპლიკაციაში და მუდმივი კონტროლის ქვეშ გყავს. აი მუდმივად აკონტროლებ ნებისმიერ რამეს. ნუ ცხადია აღებ კეტავ სახლიდან, სხვა ადგილიდან, არ ვიცი, ჩვენ როცა გამოყავდა ეს მანქანა გასატესტად, წინა საღამოს დავაკავშირე, მივედი, დავარეგისტრირე და შემპირდნენ რომ მეორე დილით დამახვედრებდნენ 100%-მდე დამუხტულ მანქანას. და სახლში უკვე მომდიოდა შეტყობინებები ამ აპლიკაციისა, რომ ახლა შენი მანქანა გააღეს, ახლა შენი მანქანა შეერთეს დასამუხტად. შენ მანქანას ახლა ამდენი პროცენტი აქვს დატენილი, ამდენი პროცენტზეა დამუხტული, დარჩენილია ამდენი და ასე შემდეგ. მოკლედ, ყველანაირი ინფორმაცია მოგდის, სადაც არ უნდა იყო, არ აქვს მნიშვნელობა, ახლოს ხარ, შორს ხარ თუ საერთოდ ცხრამთას იქით ხარ. მოგდის ეს ამბები. ძალიან კარგი აპლიკაცია, ამაზე მეტი ხარ, რა უნდა მოვთხოვოთ აპლიკაციას, არ ვიცი. კარგი, დავიძრათ ახლა. და ნახოთ უკვე, აი, წვიმის სენსორი ამუშავდა, ეთყობა 1-2 წვეთი დაგვეცა. გადავალ მაშინ მე პირდაპირ რესურსის განყოფილებაში თან ამაზე ვისაუბროთ და თან იმაზე ვისაუბროთ, როგორ დადის Volvo EX90.
წუთას მიწერია 310 კილომეტრი და 80%-ზეა ელემენტი. ძალიან აგრესიულად ვიარეთ, იმაზე მეტად ვიდრე საშუალო სტატისტიკური მძღოლი ივლისს და მოკლედ 80%-ია და მიწერს რომ მინიმუმ შეუძლია 260 კილომეტრის გავლა, მაქსიმუმ 490-ის აი ამ ამინჩი ამ სიტუაციაში. ნუ მინიმუმი ნიშნავს იმას, რომ აქ ახლა ინფოა, ხო არა, დრაივინგის დროს არაო, რო გაჩერდები მერე შეგიძლია გაიგო ესო, ესეც ზრუნვაა უსაფრთხოებაზე, მაგრამ მე უკვე ვიცი რაც არის ეს, მინიმუმი არის ის, რომ აი სულ რო თავი გავიგიჟო, ვიარო აბსოლუტური პერფორმანსით, სპორტ რეჟიმით ეგრეთ წოდებულით, ჩვენებურ ენაზე რომ ვთქვათ და არ დავინდო, არ დავზოგო და ასე შემდეგ 260 კილომეტრს გავივლი. მაგრამ თუ ვივლი ისე როგორც შეეფერება ეკო სვლას და ელექტრომობილის ძღოლს, მაშინ გაივლის 480 კიდევ. ამ ამინჩი ეს ძალიან ნორმალური შედეგია. მოდი ვნახოთ რამდენი გვაქვს უკვე დღეს გავლილი. ბოლო დამუხტვიდან since last church. კი ბატონო, ბოლო დამუხტვიდან გამივლია 92 კილომეტრი, 310 კილომეტრს კიდევ გავივლი, ეს ნიშნავს რომ 400-ზე მეტი კილომეტრი გამოდის. ეს არ არის, რა თქმა უნდა, შორს არის იმ დაპირებისგან, რასაც ქარხანა გვეუბნება, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს უკვე ყველა მიცის, ზამთარში, სიცივეში, მით უმეტეს თუ არ ზოგავ არაფერს, მაშინ ჩამოდის ეს მონაცემი და გამოდის უფრო ნაკლები, გაცილებით ნაკლები და კარგ ამინჩი და ეკოსვლით და ასე შემდეგ, კარგი რეკუპერაციით უკვე ახლოს იქნები იმ მონაცემთან, რასაც გვეუბნება ქარხანა. ანუ 400-დან 700 კილომეტრამდე არის დიაპაზონი. მოდი პირდაპირ ვთქვათ. აქ არის საშუალო ხარჯი, დღეს ვქონია 31 კილოვატ-საათი 100 კილომეტრზე, აი ამ ჩემი სიარულით, რაც ალბათ მაქსიმუმი იყო დღეს, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვამბობ, არაფერი არ დამიზოგავს. მოდი მოვტრიალდები. ხო, აი ეს კამერა ძალიან მაგარი, რომელიც ნებისმიერ დროს შეგიძლიათ ჩართოთ, მაგრამ ნუ რა თქმა უნდა უკუსლაზე ავტომატურად ირთვება და ავტომატურად ირთვება მაშინაც, როცა ვიწრო შესასვლელში შედიხარ, როცა ხედავს რაღაცა წინაღობას, მაშინაც ირთვება და ისედაც შეგიძლიათ ჩართოთ ეს კამერა ნებისმიერ დროს. ესეთი ძლავრი რეკუპერაცია მე არც ერთ ელექტრომობილში არ მინახავს, ყოველ შემთხვევაში რაც გამიტესტავს იმათ შორის. ეს არის მართლა ძალიან ძლავრი. ოღონდ მისი გათიშვა შეგიძლიათ. აქვს 3 დონე. გადავალ პირდაპირ სეტინგებში და გავჩვენებთ მაგასაც. სად არის? აი, აქ არის სეტინგები, აქ არის დრაივინგი, თუმცა quick-ებში იქნებოდა ალბათ, რომ ეს შორი გზა არ გვევლო. სად არის? აი, აქ არის one pedal driving და რომელსაც ნახეთ on, auto and off. თუ off-ს დავაჭერთ, მაშინ საერთოდ გამოირთვება რეკუპერაცია და ჩვეულებრივად დადიხართ, არანაირი one pedal driving-ი, ჩვეულებრივად. თუ დააჭერთ და ჩართავთ ავტომატურზე, მაშინ უკვე თვითონ სუბუქად აკეთებს რეკუპერაციას და ხან მეტად, ხან ნაკლებად, დაღმართში მეტად რა თქმა უნდა, ყოველ შემთხვევაში ისე მძლავრად აღარ გიმოხრუჭებთ. აი, ეხა აუშვი მე მარჯვენა სატერფულს ფეხი და საერთოდ არ ამოხრუჭებს ამ მომენტში. მხოლოდ დაღმართში გააკეთებს რეკუპერაციას და თვითონ ადაპტირდება რა უნდა ქნას. მაგრამ აი ეს ონი არის მე მგონი ყველას ეს თვითონ დაამოხრუჭა ეს მე საერთოდ არ დამოჭერია. მოხრუძე ნახეთ, გაჩერდა მაგა. ესე მალე იმის თქმა მინდა რომ მას მე რაც ამანქანი დავდივარ ჩავრთე პირდაპირ ეს ძლიერი რეკუპერაცია, იმიტომ რომ თუ ელექტრომობილს მართავ, ამასაც უნდა შეეჩვიო, ერთი შესაძლებელი ისეთი არაფერი არ არის, ძალიან მარტივად ეჩვევი. და მეორე სასიამოვნოა, როცა აქეთ აგენერირებ ელექტროენერგიას და აქეთ მუხტავ მანქანას და საერთოდ არ მიხმარია მუხრუჭი. ხალხო, დღეს რაც ამ მანქანას მართავ, მუხრუჭი არ მიხმარია. პირდაპირ ვამბობ, ანუ საერთოდ არ გამიცვეთია სამუხრუჭე ხუნდები და ზოგადად სამუხრუჭე სისტემა. და ნუ აი არ ვიცი, იმდენად ძლავრი, აი ნახეთ, აუშვი გაჩერდა. საცობში თბილისშიც კი, საცობში, როცა აი მიდიხარ მაგალითად, არ ვიცი, ახლა წავალ 35, კაი 40 იყოს, აი 42, 45, აუშვი. ანუ თუ ძალიან ახლოს არ მიყვები მანქანას, ძალიან ახლოს თუ არ მიყვები და სწრაფად თუ არ მიდიხარ, მე თბილისში მუხრუჭე არ მიხმარია. გაოცებული ვარ. ეს ხა კარგია იმ კუთხით, რომ არის ძალიან ძლიერი ენერგიის უკუგება. და ეს მუხტავს რა თქმა უნდა ელემენტს და ესეთი ძლიერი რეკუპერაცია მე მომწონს ელექტრომობილში. ელექტრომობილი შეიძლება ისე არ მომწონდეს ხა ეს one pedal driving ზოგადად და რაღაცა
ჩვეულებრივ შიგაწვის რავენ მანქანას თუ მართავს სპორტულ მანქანას და შემდეგ საერთოდ არ მინდოდეს და არ მემუღამებოდეს თუ შეიძლება ესე ვთქვა, მაგრამ ელექტრომობილში, რომელშიც მუდმივად უნდა აკონტროლოს დენი ენერგია, ხომ არ დავცალე, ხომ არ დამიჯდა, ხომ არ დამიჯდება მალე და ასე შემდეგ, მუდმივად ინერვიულო ამაზე, აი ესეთი რეკუპერაცია არის ძალიან კარგი. წარმომიდგენია, აი რომ გადახვალ ცალმე რიკოზე დაეშვებით დაღმართზე, რამდენ ენერგიას მოიგებს უკან. აქვე აქვს რა თქმა უნდა range optimizer-ი, რომელსაც თუ ჩართავთ, კიდევ უფრო მეტად გაუფრთხილდება ენერგიას და ეს როცა უკვე თქვათ მიხვდებით რომ რაღაცა აღარ ყოფნით, ან დასამუხტი ადგილი არ არის ახლოს ან რაღაცა, გამოიყენთ. ისე არ არის საჭირო, იმიტომ რომ range-ი სწორია, გიწევს მინიმუმს, გიწევს მაქსიმუმს, ზედმეტ ნერვიულობა არ გიწევს და მოკლედ ძალიან ესე კომფორტულად განიშნებს და გასწავლის ყველაფერს. ხო, აი დღეს მაგალითად ჩემი სიარული მეუბნება რომ სიჩქარემ წაიღო უმეტესი ენერგია, ელექტროენერგია და driving style-მას, ანუ შუაშია, თლად არ მაქებს, იმიტომ რომ მეც კიდე ერთხელ ამბობ ცოტა აგრესიულად ვიარე, მაგრამ როგორც კი დაიწყებთ ეკონომიურად სიარულს, ეს ჩამოვა დაბლა და განიშნებს რომ კარგად დადიხართ, მეგობრულად დადიხართ და ენერგიას ზოგავთ. ესეთი მოკლედ I pay attention to driving, ანუ ძალიან დიდხანს იყურებიო აქეთო და დაუბრუნდიო მეუბნება საჭეს, კაი დაუბრუნდები. ხო, მაინც როგორ დადის Volvo EX90? ძალიან რბილად. გარდა იმისა, რომ ყველაზე უსაფრთხო და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, არის ძალიან რბილი დაკიდების სისტემა. არის ერთ-ერთი ყველაზე კომფორტული დიდი SUV, რაც კი მიმართავს. ოღონდ შესაბამისად, ნაკლებად სპორტული. მაგრამ ზოგადად მანქანა არ გიწევს და არ გეუბნება, რომ მიდი მიაწექი ცოტა უფრო სწრაფად შეგიძლია, მომდევნო მოსახვე უფრო სწრაფად გაიარე. აი ეს არ გიბიძგებს იმისკენ, რომ რაღაცეები აკეთო. ეს კარგია თუ ცუდია თქვენ გადაწყვიტეთ, ვიღაცა სპორტული სიარული უნდა, სპორტული SUV თუ გინდათ და ის რომ თვითონ მანქანას გიწევდეთ, რომ რაღაც სწრაფად იაროთ და მომდევნო მოსახვე უფრო სწრაფად დაიპყროთ და ასე შემდეგ, მაშინ სხვა მანქანა. მაშინ ეს არა. მაგრამ თუ გინდათ აი სიმშვიდე, სიწყნარე, აი ამ სიმშვიდით кайფი პირდაპირ ვთქვათ, მაშინ თქვენთვის არის ეს მანქანა. მოკლედ რომ შევაჯამო Volvo EX90-ის მართვადობა, მისი სტილი და კომფორტი, აი ესეთ რამეს ვიტყოდი, რომ ეს მანქანა არის სრული სიმშვიდის გარანტია იმ ადამიანებისთვის, ვინც ამ მანქანით იმგზავრებენ. ყველა დეტალში აქვს ჩადებული აი ეს უსაფრთხოების და სიმშვიდის შეგრძნება. მაგალითად, დავიწყოთ თუნდაც იმით, რომ გასაღებზე ნერვიულობა არ გიწევს, ანუ გაქვს ან ჩვეულებრივი ეს გასაღების მსგავსი, გასაღების ტიპის ოთხკუთხედი რაღაც პატარა დეტალი, რომელიც გასაღებს ნაკლებად გავს და გაქვს ბარათები ასევე, თუ ამ ბარათს ჩადებ შენთან საფულეში ან რაღაც, სულთან გაქვს მიხვალ მანქანასთან მიუახლოვდები, გაიღება, როგორც კი გადმოხვალ და რამდენიმე მეტრით მოშორდები, დაიკეტება, თუ ვინმე მოხდა რაღაცა გააღო სხვა ბარათით, მოგდის ინფორმაცია აპლიკაციაში, როგორც ნოტიფიკაცია, ყველაფერი გაქვს კონტროლის ქვეშ. და კიდე ერთხელ, არ მომბეზრდება Volvo-ს სავარძლებზე საუბარი, ეს სავარძლები არის ტოპ. აი ამაზე უკეთესი სავარძლი მე არ ვიცი, როგორ შეიძლება რომ წარმოვიდგინო. ვერავინ ვერ იტყვის, რომ ეს სავარძლი ან ზედმეტად რბილია, ან ზედმეტად ხისტია, ან ვერ მოირგო დროულად, ან რაღაცა არ ესიამოვნა, ან ზედმეტად დაიღალა. ვერავინ ვერ იტყვის, რომ ან ისეთი უნდა ყოფილიყო, ან ასეთი. ზუსტად ისეთია, როგორიც უნდა იყოს და ყველას მოეწონება. არ ვიცი, თუ თქვენ გაგიტესტავთ ეს მანქანა, ან გატესტავთ მომავალში, დაგვიწერეთ კომენტარებში, თუ რაიმე შენიშვნა გვაქვს სავარძლთან დაკავშირებით. ესეთი სავარძლები, ესეთი ჯამრთელი და არ ვიცი, ზურგი რო გტკიოდეს, მე მგონი გაგივლის და გიმკურნალებს, ესეთი სავარძლებია და აი ეს შეგრძნებაც ძალიან მაგარია, ამის თქმა მინდოდა კიდევ ერთხელ შევაქებ Volvo-ს მაგისთვის, რომ ესეთ სავარძლებს აყენებს ავტომობილებში. ამ ვიდეოს შეჯამება დავიწყოთ ფასით. Volvo Car საქართველოს შოურუმში EX90-ის ფასი არის 69900 ევროს ეკვივალენტი ლარში. პირდაპირ ვთქვათ 71000 евро. ეს არ არის ცოტა, საკმაოდ ბევრია, მაგრამ მანქანაც ძალიან ბევრ რამეს გვთავაზობს. იმდენ რამეს, რომ ასეთი ფასი არ მიკვირს, ლოგიკურად და მისაღებად მიმაჩნია. მარტივად ჩამოვთვალოთ. პირველი, ეს არის დიდი SUV, პრემიუმ კლასის. ეს არის ელექტრომობილი.
ძალიან კომფორტული, ტევადი და რაც თავარია, თანამედროვე, ულტრა თანამედროვე ტექნოლოგიებით. მესამე, დადის ძალიან კარგად, მშვიდად, რბილად, ძალიან კომფორტულად და არის ძალიან უსაფრთხო. აი ამ ყველაფრის გათვალისწინებით მოდით კითხვა ასე დავსვათ, ვისთვის არის ეს ავტომობილი? ეს მანქანა არის ოჯახისთვის, დიდი ოჯახისთვის. თუ თქვენ ყავთ ოჯახი და თქვენ მანქანისგან ითხოვთ ინგლისურად კარგად ჟღერს peace of mind, ანუ გონების სიმშვიდეს, უფრო კარგად რომ გადმოვაქართულოთ სულის სიმშვიდეს, მაშინ ეს მანქანა თქვენთვისაა. დროებით.